ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის პოლიტპატიმარ მზია ამაღლობელისთვის გამოტანილი განაჩენი 2 წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ ნიკოლოზ მარგველაშვილმა, მარინა სირაძემ და ნანა ჯოხაძემ მიიღო. დაცვის მხარე მზია ამაღლობელის გამართლებას და გათავისუფლებას ითხოვდა. პროკურორები თორნიკე გოგეშვილი და შოთა ჩხაიძე ბრალის გამკაცრებას და ამაღლობელისათვის 2 წლის ნაცვლად 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობის გამოყენებას. დღევანდელ პროცესზე დასკვნითი სიტყვით მზია ამაღლობელმა და მისმა ადვოკატმა მაიამ წარიაშვილმა ისარგებლეს. ამაღლობელმა თქვა, რომ მას არა პატიმრობა, არამედ ისაშინებს თუ როგორი ქვეყანა დახვდება გარეთ. პატიმრობიდან როცა გამოვალ, რა დამხვდება გარეთ? ქვეყანა, რომელიც თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, ევროპული მომავლისთვის იბრძვის, თუ ტანკის გარეშე რუსეთის მიერ დაპყრობილი ქვეყანა დამხვდება, თქვა მან პროცესზე. ადვოკატმა მაიამ წარიაშვილმა კი განაცხადა, რომ ამაღლობელის არა შეწყალებას, არამედ გამართლებას მოითხოვდა, რადგან ეს ერთადერთი სამართლებრივი და სამართლიანი გადაწყვეტილება იქნებოდა. ახალს არაფერს არ გეტყვით. გარდა იმისა, რომ დიახ, მეც, მზიაც, სხვა არაერთი უკანონოდ მსჯავრდებულიც მართლმსაჯულებას ვეძებთ იქ, სადაც არ არის. ამ შენობაში მართლმსაჯულება არ არის. და არც ერთ სხვა სასამართლო შენობაში სამწუხაროდ საქართველოში მართლმსაჯულება არ არის. მე დღეს ამ სასამართლოს ვუთხარი, მაგრამ რა რითხრათ, ორი ყურირისთვის აქვთ. ვუთხარი, რომ ზოგჯერ სამართლიანობის აღდგენა ნიშნავს იმას, რომ აღიარო, რომ სისტემამ რაღაც მომენტში შეწყვიტა იყოს სამართლიანი და სამწუხაროდ ამ ქვეყანაში სისტემამ უკვე შეწყვიტა იყოს სამართლიანი. სისტემამ გადაწყვიტა, რომ იყოს ტოტალურად უსამართლო და მოძალადე. და ასეთი სისტემები არსებობენ მხოლოდ იქ, სადაც სასამართლოები აძლევენ ამის უფლებას. დღეს აი სასამართლოს ამ შემადგენლობამ კიდევ ერთხელ მისცა სისტემას უფლება გადაუაროს ადამიანს ისე როგორც მას გაუხარდება. არ უნდათ ამ მოსამართლეებს იყვნენ დამოუკიდებლები. არ უნდათ და ვერ მოანდომებ. აი ეს ახლა ალავთ აი დღევანდელი პროცესთან დაკავშირებით ჩემი შტაბ-შტილებები. ამაღლობელს 2 წლიანი პატიმრობა ბათუმის პოლიციის ყოფილი უფროსის ირაკლი დგებუაძისთვის სახეში გაწნილი სტილის გამო მიესაჯა. თავდაპირველად მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ, თუმცა განაჩენის გამოტანის დღეს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბრალი შეცვალა და ამაღლობელი საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ ძალადობის ფაქტზე ცნო დამნაშავედ. ის მოლოდინი, რომ დღეს ამ რეპრესიულ რეჟიმში სასამართლო იქნებოდა სამართლიანი და გამოიტანდა იმ განთავისუფლების გადაწყვეტილებას, რომელსაც მაინც ველოდებოდა. მე მინდა გამოვთქვა აქა ჩემი სრული პატივისცემა მზიას მიმართ, რომელმაც დღესაც გვიჩვენა თავისი ღირსება, მხნეობა, შემართება და დარწმუნებული ვარ, რომ ასე გაივლის ამ ძალიან მძიმე დროს, რაც მიუსაჯეს მათ დატოვეს ძალაში ის სასჯელი, რომელიც არის სრულიად უსამართლო, უსაფუძვლო და არ არსებობს. ლომის მიმდინარეობის პარალელურად სასამართლოსთან დაპატიმრებული მედია მენეჯერის მხარდამჭერებმა აქცია გამართეს. მათი ხმა პროცესის დროსაც ისმოდა. მზია ამაღლობელი დღეს რომ ისევ შუშის კოლოფში ყავ დაბრუნებული და ივანიშვილის მიერ არის დატუსაღებული, წინა ხელისუფლების კი არა, ასლან აბაშიძის რეჟიმიდან დაწყებული ებრძოდა უსამართლობას, უკანონობას, ადამიანების ჩაგვრას, ამხნევებდა და ეხმარებოდა სოციალურად დაუცველ ადამიანებს, ახალგაზრდებს, ბავშვებს, რომლებსაც განათლებაზე და ჯანდაცვის სერვისებზე არ ჰქონდათ წვდომა, პოლიციელებისგან დაჩაგრულ ნაცემ ადამიანებს, რომლებიც ყველა ხელისუფლების პირობებში მრავლად ყავს და დღეს ასამართლებს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ინსპექტორი მარინა სირაძე. თავისუფლება მზიას! თავისუფლება პოლიტპატიმრებს! ცოცხლი ოლიგარქიას! მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად კედელზე სტიკერის გაკვრის გამო ადმინისტრაციული წესით, მეორედ კი დგებუაძისთვის გაწნული სილის შემდეგ სისხლის სამართლის ბრალდებით. მზია ამაღლობელის ადვოკატები ამბობენ, რომ ადმინისტრაციული წესით ამაღლობელის დაკავების კანონიერი საფუძველი არ არსებობდა. სილის გაწვნაზე კი მიუთითებენ, რომ ქმედება სისხლის სამართლის დანაშაული არ არის. მზია ამაღლობელის საქმის განხილვა სტრასბურგის სასამართლოშიც მიმდინარეობს. პატიმრობაში ყოფნისას პოლიტპატიმარმა მზია ამაღლობელმა აზრის თავისუფლებისთვის ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია და ჟურნალისტური საქმიანობისთვის სხვა არაერთი პრიზი მიიღო.